მოგესალმებით მეგობრებო, მე და ჩემი არხი კეტო მეგობარი. დღეს მოგიმზადებთ ყაბაყის კატლეტებს. ჩემი პატარა ნიკოლოზი არ მაცდის ვიდეოს გადაღებას, არც კატლეტების მომზადებას არ მაცდის. ნუ რას ვიზამთ, ესეთია დედობა. თავიდან ძალიან მგრუზავდა ის სიტუაცია, რაც გაიზარდა უკვე ნიკოლოზი, საერთოდ აღარ მცილდება ხელიდან და ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ, მაგრამ გადავწყვიტე, რომ კომბინირებულად ვიმუშაო. შემიძლია ვიყო ერთდროულად კარგი დედაც, კარგი დიასახლისიც, კარგი მზარეულიც და ნუ მეტნაკლებად კარგი იუთუბერიც. შესაძლებელია ჩემო ვიდეოებმა ესთეტიური სიამოვნება ვერ მოგანიჭოთ, მაგრამ სიყვარულს, სითბოს და გულწრფელობას ნამდვილად დაინახავთ ჩემს ვიდეოებში. ხო, და მოკლედ რაც შეეხება ყაბაყის კატლეტებს. ვერ ვიტყვი რომ ეს მარტო ყაბაყის კატლეტებია, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბოსტნეულს ვუმატებ შიგნით. გაჩვენებთ ახლა მე ყველა ინგრედიენტს და მე ერთად მოვამზადოთ რა. შემომიერთდით, რამდენი შვილიც არ უნდა ყავდეთ და რამდენადაც არ უნდა გიჭირდეთ ჩემს მსგავსად სახლში საქმის კეთება არის, ვიდეოს გადაღება თუ ზოგადად რაც არ უნდა იყოს, აუცილებლად мотиваცია, მთავარი мотиваცია. პირველ რიგში. ესე იგი, მეგობრებო, ეს არის ყაბაყი, რომელიც არის გახეხილი, მარილმოყრილი და ამოწურული. ამის გარდა დაგჭირდება კიდევ ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ქინძი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, 3 ცალი კვერცხი და ყველი. პირველ რიგში მოდი ახლა გავატაროთ ყველაფერი. მოკლედ მეგობრებო, ეს კატლეტები რამდენად არის ყაბაყის, ცოტა მეეჭვება, იმიტომ რომ შიგნით თითქმის ყველა სახის კეტო მეგობრული ბოსტნეული ვუქენით. ასე ვთქვათ, გაჯერებული არის სასარგებლო ვიტამინებით, მინერალებით და ჯანსაღი უჯრედისით. თუ თქვენი შვილები არ ჭამენ ბოსტნეულს ისევე როგორც ჩემი შვილები, მაშინ უნდა მოვძებნოთ ჩვენ დედებმა ისეთი მეთოდები, რომ ჩვენ შვილებს შევაყვაროთ ბოსტნეული და დამიჯერეთ. ეს ძალიან კარგი მეთოდია მაგისთვის. კატლეტს ისეთი გემოა, გეგონება ხორცის არისო, რა ვიცი, ადრეც გამიკეთებია და ძალიან მაგარი გემრიელი გამოდის. გატარებულ ბოსტნეულს მერე უკვე შევურავთ ყაბახს, რომელიც უკვე წინასწარ მოვამზადე. ყაბაყის მომზადება ძალიან მარტივია, უნდა გავხეხოთ, მოვაყაროთ მარილი, ცოტა ხანი დავაყოვნოთ, ამოვწუროთ და всё ეგ არის. და ბოლოს ვუმატებთ გახეხილ ყველს და კვერცხს, 3 კვერცხი. თუ ძალიან ბევრი მასა იქნება, 4-ით შეიძლება კვერცხი დაამატოთ, კვერცხი რაც მეტი, მით უკეთესი. აქ მექნება ძალიან ბევრი სასარგებლო ბოსტნეული, ძალიან სასარგებლო სოფლის იმერული ყველი, ძალიან სასარგებლო კვერცხი, მოკლედ ყველაფერი არის ძალიან ჯანსაღი სასარგებლო. ბოლოს უკვე ერთი წუთი. ბოლოს უკვე რომ მოვამზადებთ ამ მასას, შეგიძლიათ ამოავლოთ ან სელის ფქვილში, ან სეზამის მარცვლებში, არ ვიცი, შეიძლება სელის ფქვილი გამოვიყენო, ან სეზამის მარცვლები, ჯერ ვფიქრობ, რომელი უფრო მოუხდება. ჩემი აზრით, უფრო მეტად უნდა მოუხდეს თეთრი სეზამის მარცვლები, რომელშიც ამ მომზადებულ კატლეტის ფარს ამოვაგუნდავებ და შემდგომ ზეითუნის ზეთში შევწყობთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჩვეულებრივი მცენარეული ზეთი, მით უმეტეს თუ საჭმელს ამზადებთ ბავშვებისთვის, იმიტომ რომ არის ძალიან საშიში ასეთი ზეთების გამოყენება. არის არაჯანსაღი, არასასარგებლო და ძალიან სახიფათო საშიში. გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი, ან ქოქოსის ზეთი, ან ავოკადოს ზეთი, ან კარაქი. ჯანსაღი ნატურალური რძის ნაღების კარაქი. კაიდე. რა არის, რა გინდა, შეხო გაჭამეთ. ეხლა ცოტა ხანში უკვე ჩემი პატარა ნიკოლოზიც უნდა გადავიყვანო მყარკვებაზე და ვაპირებ რომ გაგიზიაროთ ნიკოლოზის ესე ვთქვათ კეტო მეგობრული სადილების რეცეპტებიც და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი რომ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. განსაკუთრებით თუ ხართ მცირეწლოვანი ბავშვის დედა, დარწმუნებული ვარ დაგაინტერესებთ ჩემი ვიდეოები. ეხლა კი გავაგრძელოთ კატლეტების მომზადება. მეგობრებო, ეხლა უნდა გავხეხოთ ყველი. ყველი რაც შეიძლება ბევრი უქენით, იმიტომ რომ კატლეტი კარგად შეიკრას, არ დაიშალოს და რაც თავარი იყო ძალიან გემრიელი და წელვადი სტრუქტურის.
მე ახლა ნაკლებ მარილიანი ყველი ავიღე. ყველი აუცილებლად გამოიყენეთ სოფლის ნატურალური სასარგებლო. რა თქმა უნდა, მაღაზიებში იყიდება კარგი ყველი, მაგრამ მე მაინც სოფლის პროდუქტებს ვანიჭებ ხოლმე უპირატესობას. მოკლედ, ნიკოლოზი არ მაცდის წესიერი ვიდეოს გადაღებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავარი არის ის ემოცია, რასაც ჩემგან თქვენ იღებთ. და დასაწყისით ვთქვი, რომ ჩემი კონტენტი და ჩემი ვიდეოები მინდა იყოს მოტივაციის წყარო დედებისთვის. ხო, შეიძლება ნიკოლოზის გამო ამ ეტაპზე ვერ ვაკეთებ ესთეტიურად ლამაზ ვიდეოებს და ვერ განიჭერთ იმ სიამოვნებას, რასაც რისი მოლოდინიც გაქვთ ზოგადად YouTube-დან, მაგრამ მომავალში იმედი მაქვს, რომ ამ კუთხითაც დავიხვეწები. თან ნიკოლოზიც გაიზრდება და უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება, რომ ჩემი თავი გამოვავლინო. მაინც მადლობა ძალიან დიდი, ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებთ და ვინც ბალეში ყოფთ. გამოიწერეთ ჩემი არხი და ყველანაირად ვეცდები, რომ სახალისო და საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ ჩემს პატარებთან ერთად. აქ უკვე ჩავყარეთ ყაბაყი, ბოსტნეული, ყველი, ახლა დავამატებთ 4 ცალ კვერცხს და დავიწყებთ შეწვას. ზეითუნის ზეთი. ახალშორის მინდა გაგიზიაროთ, რომელ ზეითუნის ზეთს ვიყენებ მე. აი, ეს ზეთი ვიყიდე. ეს არის 5 ლიტრიანი შეფუთვა, რომელშიც 95 ლარი მივეცი, სხვათა შორის. ორთაჭალის სადგურზე იყიდება. ესე ამოვაგუნდავებ, მე ამას ამოვავლებთ სეზამის მასშტაბში და შევწყვეტ. აი ასე იწყება ჩვენი ბოსტნეულის კატლეტები. მოკლედ, ახლა დავაგემოვნოთ კატლეტი. ეს ჩემი მეგზურია. ხესთელი ტყე მოკლედ ვერ დავაწინე. წესი არ არც გაკეთება დამოწე და არც ვიდეოს გადაღება. მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. სახლი კი არაუდარეულია. ყველაფერი გასარეცხე, ჭურჭელი რამე რომე. ამას რო დავაწინებ, მე უნდა მივხედო ყველაფერს. მაგრამ მანამდე მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი ამ კატლეტის შესახებ. არის ძალიან გემრიელი. ყველი არის შეგნით ჩამდინარი და არაჩვეულებრივი გემო აქვს. ჩემ ბავშვებს ძალიან უყვართ ეს კატლეტი. დღესაც იმიტომ მოვიფიქრე გამეკეთებინა. ამდენი ბოსტნეული სიმართლე გითხრა, აქამდე არასდროს გამომიყენებია, მაგრამ ძალიან უხდება. არც ისეთი გემრიელია. და შეიძლება ბავშვების მოსვლამდე სულ შევჭამ, ახლა ბაღში არიან. სხვათა შორის ერთ კვირაში ბაღი მთავრდება და რამდენად გადავიღებ უკვე ამის მერე ესეთ ჩინაურულ ვიდეოებს მომზადებასთან დაკავშირებით არ ვიცი, ცოტა გამიჭირდება სამ ბავშვთან ერთად. უფრო ზაფხულის პერიოდში პიკნიკური ვიდეოების გადაღება მაქვს გეგმაში და იმედი მაქვს მოვაბავ თავს და გადავიღებ და გაგიზიარებთ. ეს ივლისი-აგვისტო ცოტა რთული იქნება. ყოველ შემთხვევაში მე ვეცდები, რომ ახალ-ახალი რეცეპტები, ახალ-ახალი საინტერესო ვიდეოები და საინტერესო თემები შემოგთავაზოთ. ამ კატლეტისთვის სიმართლე გითხრათ, რაიმე სახის გარნირი ან соуსი მინდა და მომეფიქრებინა, მაგრამ ესეც ძლივს გავამზადე სიმართლე გითხრათ და соуსისთვის და რაღაც გარნირებისთვის მართლა ზედმეტი დრო აღარ მქონდა. შეგიძლიათ თქვენ მოიფიქროთ რამე ვარიანტი. თუ რამე კარგს მოიფიქრებთ, გამიზიარეთ, მე ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენგან რჩევებს. ვფიქრობ, არაჟნის ან მაწვნის соуსი შეიძლება მოუხდეს შესუნელებული. არ ვიცი თუ რამეს მოიფიქრებთ, რამე ისეთ, რაც ძალიან მოუხდება ამ ძალიან მაგარ კატლეტებს. აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში. მე თვითონაც ძალიან მიყვარს სხვისი რეცეპტების გაზიარება.
თუ იქნება კეტო მეგობრული, აუცილებლად გამოვიყენებ მეც. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. იმედი მაქვს კმაყოფილი დარჩით. მე ყოველ შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან მიხარია რომ უყურეთ ჩემს ვიდეოს, ბოლომდე თუ უყურეთ ხო მით უმეტეს ძალიან დიდი მადლობა. გამოიწერეთ მოკლედ ჩემი არხი და მოიწონეთ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.